რა ბლოკავს ჩვენს ფინანსებს დაბადების დღიდან გამომდინარე გავაგრძელებ 6-იანებით. არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხართ თუ მამაკაცი, როდესაც თქვენ ბევრს ფიზიკურად შრომობთ იმ სამსახურში, რომელიც არ გიყვართ, ეს იწვევს თქვენი ფინანსების ნაკადების შეწყვეტას. ასევე, როდესაც ურთიერთობაში გაქვთ სასიყვარულო სამკუთხედი, როდესაც ღალატობთ თქვენს პარტნიორს, ეს ანგრევს თქვენს ფინანსებს. როდესაც ურთიერთობაში მიღება-გაცემის ბალანსია დარღვეული, როდესაც იმაზე მეც გასცემთ, ვიდრე იღებთ, როდესაც საკუთარ თავზე წინ ჯერ სხვებს აყენებთ, როდესაც ძალიან ბევრს შრომობთ სხვებისთვის, როდესაც გახასიათებთ თვითმარქვია სინდრომი, საკმარისად კარგი არა ვარ და თქვენს საქმიანობას ფასს აკლებთ, ეს ბლოკავს თქვენს ფინანსურ ნაკადს. საერთოდ 6-იანები ხართ ძალიან ძლიერები გაყიდვებში და ყოველთვის გიმართლებთ მაგალითად ვაჭრობაში ძალიან და ასევე ნებისმიერი სფერო, რაც დაკავშირებულია ესთეტიკასთან, სილამაზესთან, ხელოვნებასთან, ეს ყოველთვის თქვენთვის წარმატებული სფეროებია. მაგრამ სადაც არ უნდა იყოთ, ყოველთვის უნდა აირჩიოთ პირველ რიგში საკუთარი მდგომარეობა და შემდეგ უკვე ახლობლები და პარტნიორი. კიდევ ერთი მომენტი, რაც არის აუცილებელი, რომ გაითვალისწინოთ. როგორც აღნიშნეს, არის სილამაზის ენერგია და 6-იანებს ახასიათებთ ბუნებრივად მაგნეტიზმი და მინუსში თქვენ ენერგიაში თქვენ სილამაზეს ვერ ხედავთ და ყოველთვის ცდილობთ, რომ რაღაცა ნაკლი იპოვოთ საკუთარ თავში. როდესაც თქვენ მიიღებთ საკუთარ სხეულს და საკუთარ თავს, შეიყვარებთ საკუთარ თავს, თქვენი ფინანსები აბსოლუტურად გაიზრდება. და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თქვენს შემოქმედებას იმაზე მეტი ფასი დაადოთ, ვიდრე თქვენ გონიათ, რომ ღირს. ეს იწვევს თქვენი ფინანსების ზრდას და ნუ შეგეშინდებათ, რომ განვითარდეთ და ყოველთვის ეცადეთ მაქსიმალურად, რომ ცხოვრებაში შემოიტანოთ ხალისი და გქონდეთ აუცილებლად საყვარელი საქმე და ჰობი, რაც თქვენ სიამოვნებას მოგიტანთ. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი და დამიკომენტარეთ.